დააკმაყოფილებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს მოუწოდებს ოცნების სარჩელი განსახილველად არ მიიღოს და თუ მაინც გადაწყვეტს საკითხზე მსჯელობას რეჟიმს გეგმის განხორციელებაზე უარი უთხრას. ორგანიზაცია ვრცელ სამართლებრივ შეფასებაში არგუმენტებით ადასტურებს, რომ ოცნების სურვილია წინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კანონმდებლობას. ლიზი ვეკუა ესაუბრა სამართლებრივი ანალიზის ავტორს, რომელიც ფორმულას ეთერს უერთდება. დიახ, ლუკას, საკმაოდ ვრცელი განხილვა გამოაქვეყნა გამჭვირვალობას საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მესამე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ სარჩელზე, რომლის საფუძველზეც მალე სავარაუდოდ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ვიხილავთ. განხილვის მიხედვით, ქართული ოცნების მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი წინააღმდეგობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეხედულებებთან, პლურალისტური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საქმეში პარტიების როლის თაობაზე, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის ფუნდამენტურ პრინციპებთანაც, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში პარტიების თავისუფლებას ეხება. ფაქტობრივად ამ სარჩელით იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. გამჭვირვალობა საქართველოს თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს. თუ ეს მოხდა, საქართველოს დარჩება ოპოზიციური პარტიების გარეშე, დარჩება ფაქტიურად პოლიტიკური პლურალიზმის გარეშე და ნებისმიერ მომავალ არჩევნებს დაეკარგება ფასი და ასე ვთქვათ მნიშვნელობა, იმიტომ რომ უბრალოდ არჩევანი არ ექნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქოცების წინააღმდეგ ადლევს ხმას. ეს არჩევანი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და ეს არის ახსნილი ჩვენს დაახლოებით 40 გვერდიან დოკუმენტში. ყველაფერი არის მიმოხილული, მათ შორის ძალიან ფართოდ არის მიმოხილული სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ესეთი უკიდურესი ზომა, როგორც არის პარტიის აკრძალვა იყოს გამოყენებული ევროპის ტერიტორიაზე, სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ევროპის სასამართლომ ლეგიტიმურად ცნო პარტიების აკრძალვა, ეს იყო ჯიჰადისტური პარტია თურქეთში, ეს იყო ტერორისტული ორგანიზაცია ეტას მხარდამჭერი პარტია ესპანეთში. ქართულმა ოცნებამ სამი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებისთვის და ლევო ძლიერი საქართველოს აკრძალვა დაანონსა საკანონმდებლო ცვლილებებით. თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ ასევე გახდნენ სხვა პარტიის წევრები და ვერ გახდებიან სხვა პარტიის შემომწირულებიც. ჩვენ სწორედ იმ სამი პარტიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ, რომლებიც აკრძალვასაც აპირებენ, პარტიების პოზიცია კვლავ უცვლელია. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას ცდილობს. რეჟიმის მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს, ხაზგასმით არის იმის ჩვენება, რომ რეჟიმს უნდა ერთპარტიული სისტემა დაამყაროს საქართველოში, რაც არ გამოუვა, ვინაიდან საბოლოო ჯამში აკრძალულები იმარჯვებენ, საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური პარტიები არის ის ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულია ამ პოლიტიკურ პარტიებში და ეს ადამიანები არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას და შეჩერებას. რა თქმა უნდა, შეუძლებელია იყოს რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიმე ჩვენი დასავლელი პარტნიორი ამ ინსტიტუცია, რომელიც არ აღიარებს, რომ ასეთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი ფაქტობრივად საქართველოს ისტორიასაც კი არ ახსოვს და ივანიშვილის ისტორიასაც არ ახსოვს, როდესაც ფაქტობრივად მათივე აღიარებით მილიონი ადამიანის ხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიები უნდა აიგზავნოს. ამ ფაქტობრივად ეს არის არამხოლოდ პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა პოლიტიკოსებისთვის და პარტიის ასე ვთქვათ სტრუქტურის ნაწილის შემადგენელი ადამიანებისთვის, არამედ აკრძალვა არის აქტიური ხმის საარჩევნო ხმის უფლების ამ მილიონამდე ადამიანისთვის. ხო, სადღაც ჩვენი აზრით მილიონზე მეტისთვის, მათი აზრით მილიონზე ნაკლებისთვის თუნდაც. სადავო სარჩელი, რომელმაც მწვავე დისკუსიები გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოში 30 ოქტომბერს შევიდა და 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა სარჩელს. მოსამართლეთა პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოსამართლეები ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხელაძე და გიორგი თევდორაშვილი. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს და თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო ოცნების განზრახვას გაიზიარებს, აკრძალული პროევროპული პარტიები მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.